დღეს თქვენს საყვარელ შოუში. გიგი, მატარებელი რომ იდის, რომელშიც მგზავრების ხედავთ. ოცნების ქალაქიდან 20,000 ლარის მოსაგებად სიმღერით მოსული მგზავრები 12 უცნობის ვინაობის დადგენას შეეცდებიან. ჩვენ თამაშობთ 5,000 ლარისთვის. 3 ულამაზესი გულშემატკივარის ლოგიკური მსჯელობა. 3-ვე ერთ მხარეს ძალიან უცნაურად დაემთხვა. ვინც ამაში რამე ლოგიკა დაიგებს პატივისცემულო მეგობრებო? შურს თქვენ. ვებგვერდის დიზაინერის გამოცნობის ნიკა ქავთარაძისეული ვერსია. ჩაგიკრავს Google-ში. და გიგის საბოლოო გადაწყვეტილება. უცნობი ნომერი 3 აკეთებს დაკვრილებას. თუ ხართ მეკარე და თქვენს კარში დაინიშნა 11 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა, თქვენ კი არ იცით რომელ კუთხეში გადახდეთ, მაინც ნუაჩქარდებით უყურეთ ჩვენს გადაცემას და მხოლოდ ამის შემდეგ გადახდით მარჯვნივ ან მარცხნივ. რადგან მე ნიკა ქავთარაძე ვარ და ეს არის შოუ ინტუიცია. ვინც ამ შოუში საკუთარი ინტუიციის დახმარებით 12 პირად მონაცემს შეუსაბამებს 12 უცნობს, მოიგებს 20,000 ლარს. და დღეს საკუთარ ინტუიციას ამ შანსს აძლევს ჯგუფ მგზავრების წევრი გიგი დედალამაზიშვილი. მივესალმოთ. სამშვიდობის მოგესალმებით, დიდი მადლობა მოსვლისთვის. როგორი ინტუიცია გაქვს? აი შევამოწმეთ, რა ვიცი. მე ვფიქრობ, რომ კარგი ინტუიცია გაქვს, იმიტომ რომ კარგი ინტუიცია კარგი პროექტი გააკეთეთ. რასაუბრია ძალიან წარმატებული კონცერტი უნდა ბოლოს. ფილარმონია იყო სავსე. მაგრამ მაგის მიუხედავად სცენაზე და ფილარმონიაში დარბაზში ერთი და იგივე რაოდენობის ხალხი და მაინც. იმიტომ რომ თქვენ ძალიან ბევრი ხართ. ანუ მე ვფიქრობ, რომ შენ უნდა მოიგო მინიმუმ 20,000 ლარი. კი, სხვანაირად თითო შეხვდება 18-17 ლარი და ეს ალბათ არ დაგაკმაყოფილებთ, ამიტომ კარგად მობილიზდი. ხო, გავუყოფ ფულს შენს მეგობრებს. აუცილებლად, ყველას გაგიხობთ. ყველას გავუყოფ. კარგი, რამე კონკრეტულად ის მგზავრები არიან და მაგით ყველას იმიტომ. კარგი, კიდევ ერთხელ მგზავრებს მივესალმოთ. კარგი, რამე კონკრეტული იდეა ხო არ გაქვთ, რაშიც მგზავრები ამ ფულს დახარჯოთ? კი, ერთი იდეა გვაქვს, რომელიც ძალიან კარგი რა. ანუ გვინდა გავაკეთოთ პროექტი, ნუ აგვიშენებთ კედელს. ანუ ეს აშენება რო ფული როს ვიცი და რო არ აგვიშენონ, ხო, ეგეც. ხო და ამაში გვინდა გამოვიყენოთ, ეს არის პროექტი მეგობრული, არაპოლიტიკური, არის ქართველების, აფხაზების და ოსების ურთიერთობაზე, რომ რაღაცა ეს ძალიან მოსაწონია, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ დღეს ერთად მოვიგებთ. ძალიან კარგ და საინტერესო თანხას, მაგრამ ამისთვის აუცილებელია რომ გავიცნოთ ჩვენი 12 უცნობი. მივესალმოთ მათ. ესენი არიან ჩვენი 12 უცნობი. ახლა კი მოდი გავიცნოთ ერთად 12 პირადი მონაცემი და დღეს გვაქვს შემდეგი 12 პირადი მონაცემი. მაშასე ფოლკლორული ანსამბლის წევრი ბალერინა უკრავს ტამტამზე, აკეთებს ტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, ჟონგლიორი, ფეხბურთის არბიტრი, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი, იოგი, ვებმასტერი და მგზავრი. საინტერესო მომეწონა რა. მგზავრი ძალიან კარგია. ესე იგი, თამაშის წესები ძალიან ადვილია. ჯერ ირჩევ აქ ერთ-ერთ პირად მონაცემს და შემდეგ გამოიცნობ ვინ არის. და ამას თუ კარგად გააკეთებ, შენ მოიგებ 20,000 ლარს. ეხლა რაც შეეხება შენს მიერ დაკითხ აი მგზავრები იმდენი ხარ, რომ უცნობშიც მოუწია ერთ-ერთმა. აი ხო ხვდები ერთ-ერთი აქ არის, მე ყველას არ გიცნობ სახეზე და აი შენი აზრი რომელი იქნება? არ ვიცნობ. არ ვიცი. აი ხარ ახლა მე ვიცი, იმიტომ რომ ჩემი ჯგუფის წევრი არის და ერთად უკრავთ. აი შენ რომელს ფიქრობ იყოს მგზავრი. კარგი, მაშინ რაკენ იცი, შენ წაიყვანე და მე დამრჩეს ის 100 ლარი თუ გინდა, თუ გამოვიცანი. მაშასე ჩვენ თამაშობთ 100 ლარზე. წავიდა. რომელ პირად მონაცემს ამოირჩევ მითხარი? ნუ აი მგზავრით დაიწყე. ხო, იმიტომ რომ ჩემი
ერთ ჯგუფის წევრია და აქეთ რო გადმოვინაცვლოს თუ შეიძლება. კი ბატონო და რომელია თქვენი ჯგუფის წევრი შეიძლება მითხარით? უცნობი ნომერი 2. უცნობი ნომერი 2 დარწმუნებული ხარ? კი. უბრალოდ ყველას იცნობ ჯგუფში. ნუ მე ნაკლებად. ანუ კარგი და დაადასტურე. უცნობი ნომერი 2 არის მგზავრია. ძალიან კარგი. ეხლა ცოტა დავძაბოთ სიტუაცია. აბა. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. თქვენი სახელი? თაზო. ძალიან კარგი. რა მუსიკას უსმენთ? ჯაზი. აჰა. იცოდი? ესე იგი, როცა უკრავთ არ გისმენთ? თავისთავად არ უსმენთ. თავისთავად არ უსმენთ. და რომელ ინსტრუმენტზე უკრავთ? დიჯერიდუ. მელიო? დიჯერიდუ. როგორია ეგ ინსტრუმენტი თუ შეიძლება გითხარით? ჩასაბერი. ჩასაბერი. და თავარი კითხვა სანამ დაისმება, მე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამთ. მარცხნიდან რომელი ხართ? შუაში ვარ. შუაში. ძალიან კარგი. მაშასე თქვენ პასუხზეა დამოკიდებული 100 ლარი იქნება გიგისკენ თუ დარჩება შოუ ინტუიციაში, ასე რომ ვიპასუხეთ. ხართ თუ არა გზავრი? მე სამალერვიულეს რაღაცა. ბიჭო თქვი რა. კი. ძალიან მაგარია. დიდი მადლობა. ჩვენ გვაქვს 100 ლარი და ვთამაშობთ 250 ლარზე და დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები. ფოლკლორული ანსამბლის წევრი ბალერინა უკრავს ტამტამზე, აკეთებს ტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, ჟონგლიორი, ფეხბურთის არბიტრი, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი, იოგი და ვებმასტერი. და შენი აზრით რომლის გამოცნობა გაგიადვილდება? უცნობი ნომერი 11-ის. არა, აქ ავირჩიოთ, მოდი რა გაგიადვილდება. ხო, მაშინ ეს ჩავთავოთ რომ ეს არის მაშინ. ანუ ვებმასტერს გულისხმობდით, ხომ? უცნობ ნომერს. არა. ბალერინას გულისხმობდი. ბალერინას მე შევწდი. არქეოლოგიური გოგონა არის. კი ბატონო. ხო. გიგი ირჩევს პირად მონაცემს ბალერინა და ეს აპლოდისმენტები სწორედ ამის გამოისმის სტუდიაში. დარწმუნებული ხარ, ბალერინები ბევრი ყავს ნანახი ცხოვრებაში. კი, ბავშვობიდან დავდიოდი ხო. ოპერაში დადიოდი ბალეტზე. ოპერაში დავდიოდი ბალეტზე. ხო, ოპერაში დადიოდი ბალეტზე. კარგია. და ერთი შეხედვით ცნობ ბალერინას, ხო? კი. ამ შემთხვევაში კი. ამ შემთხვევაში გითხე მე, მხოლოდ ამ. ხალხი ქუჩაში ცნობდა როგორ ითხრა? როგორ? აი ბალერინებს აქვთ ერთი დამახასიათებელი სიარულის მანერა. ანუ ფეხები გაქვთ გარეთ. და აი ესე დადიან და აი ყველას უცნობ. და თავარ კიდე სხვანაირად შეიძლება იცნო. აი ესე თუ მივარდები და ესე წელში აწევ, პრეტენზია არ ეკრება გაშლის ხელს. ანუ შენ ამბობ რომ უცნობი ნომერი 11 არის ბალერინა, ეს ისე ძალას ვერ შეიძენს სანამ აქ არ გაამწვანებ. მაშასე? კი, რა თქმა უნდა, გისმენთ? ჩემი ადასტურებ. მე ადასტურებ რომ უცნობი ნომერი 11 არის ბალერინა. შენ კი ადასტურებ, მაგრამ ჩვენ უნდა დაგვიდასტუროს ეს ყველაფერი უცნობმა ნომერი 11. საღამომშვიდობის მოგესალმებით და მინდა გითხრათ ერთი რამ. თუ თქვენ მართლა ხართ ბალერინა, რაშიც მე უბრალოდ მართლა არა ვარ დარწმუნებული, იმიტომ რომ მე არავინ არ ვიცი ვინ არის, ისევე როგორც ჩვენ. თუ თქვენ ხართ ბალერინა, მაშინ ძალიან გთხოვთ ეს მთელი საზოგადოების ინტუიციის ყველა მაყურებლის წინაშე დაგვიმტკიცოთ. Bravo! დიდი მადლობა და ჩვენ გვაქვს 250 ლარი და ჩვენ თამაშობთ 500 ლარზე. მაშასე დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები.
ფოლკლორული ანსამბლის წევრი, უკრავს ტამტამზე, აკეთებს ტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, ჟონგლიორი, ფეხბურთის არბიტრი, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი, იოგი და ვებმასტერი. მაგრამ სანამ აირჩევდე, აქ უკვე დასაფიქრებელია. კი, უკვე ხო. მე მინდა ჩემი წესები, ჩვენი გადაცემის წესები დაგაცნო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთულია საკუთარი ინტუიციით ფულის შოვნა, ჩვენ გვაქვს დახმარებები, 3 დახმარება. ეს არის შანსი, ანუ შეცდომის უფლება, ოღონდ ამას უნდა დამსახურება იცოდე. ეს არის პირველი დახმარება. მეორე, 3 ვერსია კომპიუტერისგან, ანუ შენს არჩეულ პირად მონაცემზე კომპიუტერი გიტოვებს 3 სავარაუდო ვერსიას, რომელთაგანაც ერთი აუცილებლად არის სწორი პასუხი. და მესამე დახმარება ეს არის ინტუიციის ექსპერტების დახმარება. მაშასე შევეგებოთ ინტუიციის ექსპერტებს, მოგესალმებით აღმშვიდობის. დიდი მადლობა რომ ჩვენი ექსპერტები ხართ. მე წარმოგიდგენ მათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი რევას ჯორბენაძე. მივესალმოთ. არაჩვეულებრივი ქალბატონი მსახიობი ნინო ბურდული და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი გუჯა მაკალათია. რა უნდა აერთიანებდეთ მსახიობს, გამომძიებლების ინსტრუქტორს და ფსიქოლოგს თუ არა ექსპერტებს. და ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებიან ისინი საკუთარ ვერსიებს გეტყვიან თამაშის განმავლობაში და რაც თავარია მე შენს გვერდით ვარ მთელი თამაში, არა მარტო გეოგრაფიულად, არამედ მორალურად, ფსიქოლოგიურად და ასე რომ ჩემი დახმარებაც შეიძლება დახმარებებში შევიდეს. რომელ პირად მონაცემს ამოირჩევთ? იცი რა არის? დიახ, არ ვიცი რა. ხო. თქო, ჩემი რეჟისორი მეუბნებოდა სულ ამას, რომ ვეუბნებოდი, იცი რა არის თუ და არ ვიციო. ხო, რა მაქსიმალ სტუდენტობა. ხო. რომელიც არ ყოფილა ისე შორს ალბათ. კი. როგორც ჩემი სტუდენტობა შეიძლება. ხო. იცი რა არის? არ ვიცი. ხო. მე დაგემართა, ხო? დეჟავუ ქვია მაგას, ხო? ჟონგლიორი. იცი ჟონგლიორს ჟონგლიორზე ფიქრობ? ხო და რატო? ანუ და ავირჩიოთ მაშინ ჟონგლიორი. ჯერ ავირჩიო და მერე ვიმჯერე, ხო? ჯერ უნდა ავირჩიოთ მე. კარგი, მაშინ ავირჩიო ჟონგლიორი და მერე ვიტყვი რატო. გიგი ირჩევს ჟონგლიორს. ანუ პირად მონაცემს ჟონგლიორი. ეხლა ვისაუბროთ ჟონგლიორს. ანუ რატო ეხლა ჟონგლიორი იმდენად რთული პროფესიაა? დიახ. ძალიან რთულია და ამას უნდა დიდი მუშაობა პირად გამოცდილებაზე, იმიტომ რომ მე მინდოდა ერთი პერიოდი სპექტაკლში რაღაც ერთი როლი მქონდა, რომ კარგი იქნებოდა, რომ რაღაც ეს გეჟონგლიორი. და რომ მივედი სადაც ანუ ამას ასწავლიან, ორი კვირა ვეცადე და ნუ ვერ ვქენი. ანუ ჩემ ფიზიკური მონაცემებიდანაც და ასევე ხო და ანუ ადამიანი არ აღმოგაჩნდა. არ აღმომაჩნდა და ძალიან კარგი, თორე ჩვენ არ გვეყოლებოდა ასეთი კარგი ჯგუფი. ხო. ხო, და გვეყოლებოდა საშუალო არითმეტიკული ჟონგლიორით ერთი ჟონგლიორით ერთი. ხო და ანუ ფიზიკურად უნდა იყოს რაღაცა ძლიერი და მომზადებული, თან არც დიდი და არც ანუ უნდა იყოს რაღაცა კარგი აღნაგობის. დიახ. ხო და აქედან გამომდინარე მე ჩვენს პატივცემულ უცნობებს რო გადავხედე. დიახ. ფიქრობ რომ არის უცნობი ნომერი 7. მაშინ შენ ერთადერთი რამ რაც უნდა გააკეთო არის ის ჯადოსნური სიტყვები რაც ძალიან შეგიყვარდა უკვე ორი სვა. ანუ უნდა დაადასტურო და თუ შენ ამ ყველაფერს სწორად გააკეთებ, შენ მოიგებ 500 ლარს. მე ვადასტურებ რომ უცნობი ნომერი 7 არის ჟონგლიორი. საღამშვიდობის მოგესალმებით. თქვენი სახელი? ვატო. ვატო. ცირკში ბოლოს როდის იყავით და ვისთან ერთად? ზუსტად არ მახსენდება, მაგრამ რავი ზოოპარკში რო ქონდა ჩაპიტო. დიახ. ზოოპარკში რო ცირკი იყო, მაშინ იყავით მოკლედ. ხო. აი მაგ დროს. გასაგებია. ჩემს პატარა ძმასთან ერთად. არ ვიცი რამდენად დამამშვიდებელი პასუხები გაგვცა. ვატომ, გიგი. მაგრამ მე დაგისვამთ აუცილებლად თავარ კითხვას. რომლის პასუხის შემდეგ გიგიმ შეიძლება მოიგოს 500 ლარი. ოღონდ მე ძალიან მინდა მანამდე შევახსენო ტელემაყურებლებს, რომ გზავრებს რეკლამა არ ჭირდებათ. რეკლამა ჭირდებათ თქვენ. დროებით.
იმედია მაყურებელზე რეკლამა ისე სწრაფად და ეფექტურად არ მოქმედებს, რომ უკვე მოწყდნენ ტელევიზორებს და გაქცეული არიან იმ პროდუქციის შესაძენად, რისი რეკლამაც ნახეს. მე იმედი მაქვს, რომ ისინი ისევ იმ პოზიციაში სხედან, როგორც წეღან დავტოვე და ჩვენ უბრუნდებით თავარ კითხვას ბატოსთან. თუ კი თქვენ მართლაც ხართ ჟონგლიორი და გიგი მესვარაუდი გამოთქვა. მაშინ გთხოვთ ვატო. დაგვიმტკიცოთ. თუ ვერ დაგვიმტკიცა და რამე იტკინა, შენი ბრალია იცი. შენი ბრალი გამოდის. დიდი მადლობა ვატოს. ჩვენ გვაქვს 500 ლარი და ჩვენ თამაშობთ 750 ლარზე. და დაგვჭა შემდეგი პირადი მონაცემები. ფოლკლორული ანსამბლის წევრი უკრავს ტამტამზე, აკეთებს ტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, ფეხბურთის არბიტრი, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი, იოგი და ვებმასტერი. და შენ არჩევანს აკეთებ რომელ პირად მონაცემს? იცი რა არის? არ ვიცი. აქედან. ამას სულ გეტყვი ხოლმე იცი. ხო და მეც შევეცდები რომ აღარ თქვა. ჩემი აზრით, აქედან ერთ-ერთი ყველაზე ანუ სპეციფიური, ანუ ჩემი აზრით ადვილად გამოსაცნობი არის იოგი. იოგი. და მოდი ავირჩიოთ და მერე ვიტყვი. გიგი ირჩევს პირად მონაცემს იოგი. აი რატო არის შენი აზრით ადვილი გამოსაცნობი? ჩემი აზრით, ანუ ეს თვითონ ეს ცხოვრების სტილი, ხო? ეს ცხოვრების სტილია. იმდენად ასევე ძალიან რთულია და იმდენად კიდევ ბევრ რაღაც სხვა საშუალებებს სულიერს მოითხოვს, რომ ეგეც ნაცადი გაქვს შენ, ისე როგორც ჟონგლიორობა. კი, სხვადასხვა შორის ბავშვი, აი ჟონგლიორობა. აი ეს ორით აკეთებ. ორით ვაი მესამეზე შენ ერთით უნდა ნახო რა აკეთებ. ერთით ხო და ანუ იმდენად რთულია მართლა რომ აი ამ ცხოვრებით როცა ცხოვრობ, ჩემი აზრით უკვე თვალებში და გეტყობა, ანუ როგორი ადამიანი ხარ. ასახვას პოვებს შენს ვიზუალზე, ესე იგი შენს ვიზუალზე და შენს ასევე ფიზიკურ მხარეზე, რა. ჩემი აზრით. მე გეტყვი რომ უნდა გააგვიგი, რა თავარია, ცოტათი უნდა იყოს წესით. კარგი იოგი თუ არის, აი მიატაკიდან ცოტა მოშორებული უნდა იყოს. დაახლოებით აი 2-3 სანტიმეტრი მაინც უნდა იყოს. მაინც. რაც თავარია, უნდა წარმოიდგინო რომელი მათგანი შეძლებს აი ცნობილი პოზა როა, ხო იცი, აი ლოტოსი. ლოტოსი კი. ოღონდ საოჯახო ლოტოსი კი არა. აი, ხო იცი, აი ეს ლოტოსი ფეხებით ესე რო კი. მე რო ხელებით ვერ შევი და იცი მე რო ფეხებით შევია, მაგ პოზა არის ლოტოსი. და რაც თავარია, წარმოიდგინე რომ თუ გააბრაზე. ესე ფეხს გაიდევს ხარზე და წავას ახლებს. აი ეს კაცია იოგი და აქედან გამომდინარე არ შეცდე. კარგად დააკვირდი. ხო და შემიძლია ჩემი ვერსია ვთქვა ეხლა? რომელი ვერსიები გაქვს? ჩემი აზრით არის უცნობი ნომერი 5, იმიტომ რომ ისეთი თვალები აქვს და გარეგნობა საერთოდ აი 7, იმიტომ რომ ის იოგის ცხოვრების სტილი არის ჩემი სიმშვიდე, ხო? რაღაცა სხვა სულიერ იმასთან არის ასოცირებული. ასხივოსნების სურვილი. აი 7 ადამიანია უცნობი ნომერი 5 ჩემი აზრით და ჯგუფში ყავთ იოგი. იოგი სამწუხაროდ არ ყავს და მე მგონი შეიძლება ავიქონოთ. ხო არა, იმიტომ რომ ჯგუფში გჭირდება. თუ იმდენი ხართ, რომ თქვენ სიმშვიდეზე ვიღაცა კონკრეტულად და იზრუნოს. კარგი. მე არა მაქვს განსაკუთრებული საწინააღმდეგო არაფერი ნომერ 5-თან. თუმცა თუ შენ ეჭვ გეპარება, შეგიძლია დახმარება გამოიყენო. ექსპერტების დახმარება, რა ვიცი, 750 ლარზე თამაშობ. აი სხვა ვერსია რომელი გაქვს დაუშვათ, კაი 5, ნომერი 5. იცი რა არის? სხვა რომელიმეზე ფიქრობ იგივე რამის. ხო იცი რა არის და შენ ვერ გაიგე და რა ვიცი ვარ. ხო, მაგრამ აქტიურად შენ მაგას მაინც ყურადღება მიაქცია და ჩაითვალა რომ თქვი. მაშინ მამაკაცი არ უნდა იყოს შენი აზრით. სხვა. ანუ რომ მამაკაცებში ვთქვათ ვფიქრობ რომ ტამტამზე ალბათ მამაკაცი იქნება. ჩემი აზრით ფეხბურთის არბიტრიც მამაკაცი და ვებმასტერიც მამაკაცი ვფიქრობ. ანუ
მამაკაცებში არ ყავს კონკურენტი ნომერი 5-ის. ჩემი აზრით არ არის. რაც შეეხება საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში, საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში იცი რა არის, აი მიჭირს. ნუ თუ გიჭირს, ექსპერტებს რო ვკითხოთ, კი ბატონო, კითხოთ ექსპერტებს. შეიძლება რომ მოგვართოთ ხოლმე. რა თქმა უნდა და დადგა ის ნანატრი წამი, როდესაც ჩვენი ექსპერტები ერთვებიან თამაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. გიგის აქვს ესეთი ვერსია, ბატონ რევას, რომ ნომერი 5 არის იოგი. თუ გაქვთ თქვენ ჩამოყალიბებული აზრი იოგთან ან ნომერ 5-თან დაკავშირებით, ჩვენ გისმენთ. გარეგნულად თუ შევხედავთ უცნობ ნომერ 5-ს, დავინახავთ რომ ის ნამდვილად გავს იოგს. გარეგნულად ესე სახით, თმის მოყვანილობით, მისი ჰაბიტუსი და ტანით და მეც ალბათ შევჭერდები ნომერ 5-ზე. მე გირჩევდით ქალბატონების ვერსიაც განგეხილათ, რა თქმა უნდა. და ჩემი აზრით საგულისხმოა ორი ქალბატონი, უცნობი ნომერი 1 და უცნობი ნომერი 8. რადგანაც ამ ორი ქალბატონის სულიერი მდგომარეობა მგონია რომ ახლოა იმ სიმშვიდესთან და ასე ვთქვათ რეალური პრობლემებისგან მოწყვეტასთან, რაც უნდა კონდეს იოგას მომდევარს. მეც ალბათ იოგის ძებნას ქალბატონებში დავიწყებდი, თუმცა ნომერი 5 გარეგნობით საკმაოდ წააგავს იოგს, შეიძლება ითქვას, რომ აი რაღაც ის ინდუსური რაღაც ეს თმის ვარცხნილობა, სტერეოტიპული ყელსაბამი, რომელიც უკეთია. დიდი მადლობა ბატონო გუჯა, დიდი მადლობა ექსპერტებს. მარტივი ასე ვთქვათ, მარტივი მათემატიკით და დემოკრატიული პრინციპებიდან გამომდინარე, ექსპერტთა უმრავლესობამ შემოგთავაზა ვერსია ნომერი 5. შენი უფლებაა აირჩიო ან არ აირჩიო. ცით აი ყელსაბამმა მეც რაღაც დამაფიქრა. ყელსაბამმა და სიმშვიდემ რამ. ყელსაბამი და სიმშვიდე გახდა თავარი დეტალები ჩვენს გადაწყვეტილებაში და გიგი მეგთხოვ დაადასტურო შენი არჩევანი და შენი გადაწყვეტილება რომ მე ვადასტურებ რომ უცნობი ნომერი 5 არის იოგი. ეხლა შენ შეგვიძლია პასუხს დაელოდო ესე. აი პოზიცია. ეთი ბურჯაკი და ციკი. საღამოშვიდობის მოგესალმებით. გამარჯობა. თქვენი სახელი? თემური. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. სრიან ლურსმნებზე თუ ფეხშიშველმა არ გაიარე რა აიღო? ან მოდით პირდაპირ ვკითხოთ ესე. ხართ თუ არა იოგი? აი როგორ უნდა ჩვენ გვაქვს 750 ლარი და ჩვენ თამაშობთ 1000 ლარისთვის და დაგვრჩა 4-ით ნაკლები პირადი მონაცემი. 4-ით ნაკლები, კი ბატონო. და ეს პირადი მონაცემები არის შემდეგი. ფოლკლორული რაღაც ისეთი ცუდი სათქმელი ეგრე მალე აირჩიო. გიფ. ხო, გიფ. ფოლკლორული ანსამბლის წევრი უკრავს ტამტამზე, აკეთებს ტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, ფეხბურთის არბიტრი, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი, ვებმასტერი. დადა მოვიწყდა ვებმასტერსა და საფოსტო გზავნილების ოპერატორს შორის. მაგრამ სანამ შენ აირჩევ თამაში მართლაც რთულია 1000 ლარზე გამოიცნო ვინ არის ეს უკვე რთულია, მაგრამ მე მინდა გაგახარო და გითხრა რომ დღეს ჩვენთან სტუდიაში თუნდაც არიან შენი მეგობრები და გულშემატკივრები და მივესალმოთ მათ. რუსკა მაყაშვილი, ვანცა დარასელია და ანა იმედაშვილი, მივესალმოთ. დიდი მადლობა გოგონებო მობრძანებისთვის. ძალიან ლამაზები ხარ.
და ამით ძალიან დაგვეხმარებით. იმედია რჩევებითაც დაგვეხმარებით. იმედია. როგორც კი გიგის ეს დაჭირდება. რა თქმა უნდა. კარგი. მოდი ავირჩიოთ პირადი მონაცემი შევჩერდი ფეხბურთის არბიტრზე. ფეხბურთის არბიტრზე. კი. გიგი ირჩევს პირად მონაცემს ფეხბურთის არბიტრი. გიგი. სანამ მეგობრებს კითხავდით, მე მაინტერესებს ფეხბურთზე თუ დადიხარ ხო? საქართველოს თუ თამაშობს, ყველა თამაშზე დავდივარ. გასაგებია. ანუ საჯებსაც იცნობს სახეს. ცოტა შევი საჯებს აქვთ ძალიან კარგი აქცია ეხლა. ძალიან კარგი აქცია აქვს. ახალი თუ მიიღებთ ჩვენთან თუ მიიღებთ 2 ყვითელს, საჩუქრად გამოგეცემათ 1 წითელი ბარათი. ესეთი აქცია არის. რეკლამებიც გადის. რომელ უცნობზე გაქვს ეჭვი, რომ არის ფეხბურთის არბიტრი? საჯებს აქვთ ესე სახი აქვთ რაღაცა კაცრი კი არა, ანუ ისეთი როგორ თავის თავში დარწმუნებული. ხო, საჯი დარწმუნებული არ არის, თამაშს ვერ გაუძღვება. კი, კოლინა ხო გახსოვს მაგრამ? კი, კოლინა, ნუ აი ესეთ სახე ქონდა, რომ აი ვერ შეეპასუხებოდი. აქედან გამომდინარე, ეს იმდენად ცხოვრების წესია, რომ აქედან გამომდინარე, ეს უკვე შენ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოდის, ხო მართალია? რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით უცნობი ნომერი 10 შეიძლება იყოს ფეხბურთის არბიტრი. მოდი, რადგან მეგობრები აქ არიან, ჩვენ გამოვიყენოთ მათი დახმარება, ასე ვთქვათ. და ვკითხოთ, გოგონებო, თქვენი ვერსია გაგვაცანით თუ შეიძლება საფეხბურთო არბიტრთან დაკავშირებით. ჩვენ ვჭობდით აქ სანამ თქვენ მანდ. მე არის მე-10 ნომერი. უცნობი ნომერი. და რას ეფუძნება თქვენი ეს გადაწყვეტილება? აი, არ ვიცით, რაღაცა გავს. ვიზუალურად და ასაკი ალბათ. მე მაგალითად რატომაც არ ვიცი ეს ლოგიკურია თუ არა, რაღაცა ნარუჯი აქვს სახეზე სულ მოედანზე დგას ესე მგონი. ხო და თან ასაკით არავინ არ ამბობს. რაუცნაურია. ახალგაზრდა არბიტრები ჩვენ ჯერ არ საქართველოში ბოლო 1-4 თვეა წვიმს. ცუდი ამინდია და თამაშები იმართება, ესე იგი. არა, თან ხო ახალგაზრდები დგანან და მგონი ცოტა ასაკიანი ადამიანი. მაინც რა საინტერესოა. მაისურიც ისე. ხალი მაინც რაღაცა ნარუჯი აქვს და ამიტომ არის მე როგორ ახსენი რაღაც სახე და ამიტომ ნარუჯი რა. არა, არბიტრი არის 10 ნომერი. ჩვენ ეს ჯერა თქვენი. ხო, დაიჭირე. გასაგებია, ესე იგი. თქვენ თავზე იღებთ, რომ დაუშვათ თქვენ დაგიჯეროთ გიგიმ და დააჭიროს აი აქ სახუთი თეში. მე რაღაც ძალიან დარწმუნებული ვარ. მე დარწმუნებული. ჩვენ თავზე ვიღებთ? კი, ავიღოთ. ამ გადავინახეთ. ძალიან კარგი, მეგობრებო, ამას ყია მეგობრებმა საკუთარ თავზე აიღეს. ამ გადაწყვეტილების მთელი, ესე იგი, პასუხისმგებლობა და ისინი მოგიწოდებენ, რომ უცნობი ნომერი 10 არის ფეხბურთის არბიტრი. რას აპირებ, გიგი? მე დაუჯერებ მეგობრებს ჩემს ინტუიციას და თან ქალბატონები არიან და ქალბატონებს ინტუიცია ბევრად უფრო განვითარებული აქვს ვიდრე მამაკაცებს და აქედან გამომდინარე დაადასტურე. მე ვადასტურებ, რომ უცნობი ნომერი 10 არის ფეხბურთის არბიტრი. ძალიან კარგი. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. თქვენი სახელი? ლევან. თქვენი საყვარელი სპორტსმენი? მაიკ ჯორდანი. მაიკლ ჯორდანი? შეიძლება ისეთ სპორტსმენებთან უწევს ურთიერთობა, რომ მაიკლ ჯორდანი ურჩევნია უბრალოდ. ესეც არის. კარგით, პირდაპირ კითხავთ, რადგან 1000 ლარზეა საუბარი და ჩვენ ძალიან განვიცდით. თან გოგონებს პასუხისმგებლობა აქვთ აღებული და მინდა რომ ეს ნერვიულობა მალე დასრულდეს. რომელიმე შედეგით? ბატონ ლევან. კი. ხართ თუ არა ფეხბურთის არბიტრი? ძალიან მაგარია, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. უცნაურად განვითარდა მოვლენები. თავის თავს მიცან წითელი ბარათი. წავიდა ჩვენი შოუდან და ამის შედეგად ჩვენ გვაქვს 1000 ლარი და ვთამაშობთ 1500 ლარზე და დაგვრჩა შემდეგი პირადი მონაცემები.
ფოლკლორული ანსამბლის წევრი უკრავს ტამტამზე, აკეთებს ტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი და ვებმასტერი. და შენ სანამ აირჩევ ერთ-ერთ პირად მონაცემს, მე კიდევ ერთხელ მინდა შენ და ჩვენმა სტუდიამ მადლობა უთხრათ მეგობრებს, რომ ესე დაგეხმარდნენ და დაგარწმუნეს, რომ სწორ არჩევანს აკეთებდი. მადლობა მეგობრებო. მოდი ვთქვათ, უკრავს ტამტამზე, იმიტომ რომ აქედან უკვე ჩემი აზრით არის მამაკაცი და ანუ უფრო მარტივი იქნება გამოსაცდელი. გასაგებია, ესე იგი გიგი ირჩევს პირად მონაცემს, უკრავს ტამტამზე. აი, რომელი გონია? ამ ორ მამაკაც შორის. აქაც ძალიან დამაბნეველი, ანუ ორივეს ასე თუ ისე თავისუფალი სტილი აცვია. ფეხზე ვთქვათ კედი და შენ გავუნიარი ცოტა მიჭირს. ჯგუფში ყავს ტამტამზე რო უკრავს ადამიანს. კი, აი ლაშა ჩვენი აგერ. ხო, ჩვენ ლაშას მივესალმებით. გიჟდები ბიჭი რო ტამტამზე უკრავს და მღერს, ხო? კი. და ლაშას რომელი გაგონებს ამ ორიდან? ლაშას უცნობი ნომერი 4. ლაშას გაგონებს უცნობი ნომერი 4, მაგრამ აი არ ვიცი. მაგრამ აი სანოს გაგონებს უცნობი ნომერი 12, ხო? ეგეც ხო ტამტამზე უკრავს. კი, სანო კი. ფიქრობ უცნობი ნომერი 12. აი არ ვიცი. ფიქრობ. ისე შენ გაქვს დახმარება. კი, მე მაინც გახსენებ ისე უბრალოდ კომპიუტერის სამი ვერსია. რო გამოვიყენოთ, მე მგონი კი ბატონო, რადგან თითოეულ ლარს და კაპიკს აქვს ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა, მოდით ჩვენ გამოვიყენოთ კომპიუტერის სამი ვერსია. პატივცემულო კომპიუტერო, გთხოვთ დაგვიტოვოთ ის სამი უცნობი, რომელთაგან ერთ-ერთი არის ადამიანი, რომელიც უკრავს ტამტამზე. ნომერი 4, ნომერი 12 და ნომერი 8. რაგა დამეხმარა კომპიუტერი. მე ხარ კომპიუტერია რას უზავ. მოხდები აი რა ვქნა კომპიუტერია. რო დაждე დაელაპარაკო ეგ არ არის რა ეგ ტიპი არ არის. აი კომპიუტერი. ძალიან უკმაყოფილო ვარ მეც კომპიუტერით, იმიტომ რომ კიდევ ერთი სანერვიულოდ დაგვიმატა. როგორ ნერვიულობენ უბრალოდ შეხედე. რო გაგიარო შენ მანერვიულობა. არა, ისედაც შეხედე, აი გოგუები არიან, მარტო იმიტომ კი არა რომ არა, რა თქმა უნდა, უყურე. არა, ამ გოგუებს გულისხმობ. მეთქი მონაწილე, ხო, მე როგორ ნერვიულობს ამ. არა უშავს. უნდა ინერვიულობ. გუზი არ თამაში სანერვიულო, აბა როგორ? ვიცი რა არის? არ ვიცი რა არის, მაგრამ მინდა რომ ვიცოდე რა არის. მე გეტყვით, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ცოტა ინტუიციასთან ერთად ცოტა რაღაცებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას. აი, თქვათ იყოს უცნობი ნომერი 8. ძალიან საინტერესო გადაწყვეტილება არის მე და ჩემი მაგმერტმა. მეგობრებო, რას ფიქრობთ? რატომაც გონია რომ მაინც რანომერი. შესაძლებელია რომ გიგის ვერსია მართალია იმიტომ სწორად ლაპარაკობს. გარდა იმისა რომ მესამე შეიძლება სწორი შემოგთავაზა კომპიუტერმა, თან რაღაც სამივე ერთ მხარეს ძალიან უცნაურად დაემთხვა სამივე ვარიანტი. არა, თან მე ძალიან ბევრ გოგონას ვიცნობ, რომელიც ის უკრავს ტამტამს. შეიძლება ჩაცის სტილითაც თავისუფლად ამ გოგონასაც აცვია გიგი. მაგრამ ნუ მე ზუსტად ნამდვილად ერთ მხარეზე დგანან არის ყველაზე კარგი რაც არ ვიცი შეიძლება ვცდილებით, მაგრამ რატომღაც აღმოსავლეთით ძირითადად თავსიყრიან ტამტამზე დამკვრელება. არა, უბრალოდ ან რატომ მოხდა ის რომ სამივე ერთ მხარეს აარჩა კომპიუტერი. ბედია, ბედი. ბედი შეიძლება. ანუ გამორიცხული ნამდვილად არ არის გოგონები. ან შესაძლებელია რომ გიგის გოგონები ძალიან დაგვეხმარნენ, მე მადლობა უნდა უთხრა მათ, ისევე როგორც ჩვენი სტუდიის თითოეული წევრი, იზამდა ამ ყველაფერს. გიგი, უნდა მიიღო გადაწყვეტილება. დავადასტურო? უნდა დაადასტურო, ოღონდ რა უნდა დაადასტურო მითხარი? უცნობი ნომერი 8. გავამხნევოთ გიგის ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ გიგი ამ გადაწყვეტილების გამო მაშასე, გიგი. შენ გეძახის ჩვენი მექანიზმი. მე ვადასტურებ, რომ უცნობი ნომერი 8 არაჩვეულებრივი ქალბატონი არის
რომელიც უკრავს მოიცა. დარწმუნებული ხარ? აი დგომაა მომეწონა. აი ხო რომ დამეჭირა, დარწმუნებული ვიქნებოდი და აი ხო რო არ დავაჭირე, უკვე აღარ ვარ დარწმუნებული. შენ ანუ მე დაგაბნიე? თან როგორ არ მინდოდა ეს? მაგრამ შენ ხო იცი რომ მე არაფერი არ ვიცი. არა, მე შენ ხო იცი რომ მე არაფერი არ ვიცი. არა და ეს ფრაზა სულ სხვანაირად დაიწყო. თავიდან. მე ვიცი რომ არაფერი არ ვიცი იყო. ეხლა გახდა რომ შენ იცი რომ არაფერი არ ვიცი. ის უფრო ბრძნულია, მინდა გითხრათ, პატრიცემო და ელემაყურებლებო. გიგი. მატარებელი რომ იდის, რომელშიც გზავრების ხედა. აგეთ ხმას უშვებს. გიგის უჭირს გადაწყვეტილების მიღება და ვთხოვ სტუდიას, მეგობრებს, გავამხნევოთ იგი შეძახილებით. გიგი, გეძახის იგი. მიგი დაიყოს ასე. მე ვადასტურებ რომ უცნობი ნომერი 8 არაჩვეულებრივი ქალბატონი უკრავს ტამტამზე. ყოველ შემთხვევაში მე ასე მინდა. ვეღარ მოვასწარი მეორეჯერ. შეჯერება საღამშვიდობის. მოგესალმებით, თქვენი სახელი? ანანო. ძალიან კარგი. ანანო. ცხოვრება რომ თავიდან დაგეწყოთ. რა შეცვლით? აი, ნახე. არ მიფიქრი ამაზე, კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების წესი. რადგან ყველაფერი კარგად არის ჩვენი უცნობის ცხოვრებაში, მოდი გავიგოთ, როგორ შეიძლება მოვლენები შენი და მგზავრების ცხოვრებაში. მაშასე, ანანო. ხართ თუ არა ადამიანი ვინც უკრავს ტამტამზე. რიტმში უნდა ვინერვიულოთ. ვაი. ეგოგო, თქვი. დიახ ვარ. გელაცვალე! ბრავო გიგი! ბრავო მეგობრებო, ბრავო! ბრავო გალია! ჩვენ გვაქვს 1500 ლარი და ჩვენ თამაშობთ 3000 ლარზე. ძალიან მაგარია. მეგობრებო, მადლობთ. და დაგვჭა შემდეგი პირადი მონაცემები. ფოლკლორული ანსამბლის წევრი აკეთებს ტატუირებას. მიღებული აქვს 9 მოტეხილობა. უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი და ვებმასტერი. არჩევანი აშკარად უფრო რთული და რთული ხდება, მაგრამ მე მინდა გითხრა და შენ ალბათ იცი ეს სიურპრიზი შენთვის არ იქნება, რომ დღეს ოფიციალური დახმარებების გარდა, რომელიც მე უკვე გაგაცანი, შენს დასახმარებლად მოსულები არიან შენი მეგობრები, ანუ ჯგუფ ეს მეგობრები კი არა, მარტო. ჯგუფ გზავრების წლიანი შემადგენლობა და მივესალმოთ მათ. ისინი აუცილებლად გამოგადგებიან შენ დღევანდელ თამაში, დარწმუნებული ვარ ისევე როგორც ერთმანეთს ცხოვრებაში ადგებით. მაშასე 3000 ლარიანი პირადი მონაცემი მინდა შემირჩიოთ რამე ჩემი ზონის. რთულია. ანსამბლის წევრი უმოგზაურია 18 ქვეყანაში. 18 ქვეყანაში უმოგზაურია, ჩემი აზრით, არ უნდა იყოს მოცეკვავე, აი რა ვთქვათ, ყოველთვის ახლა სუხიშვილები, ერისიონი, რუსთავი. შეიძლება იყოს, აი, მოცეკვავები 18 ქვეყანაში არ არიან ნამყოფ, რომ მესამეში რჩებიან ხოლმე. ვებმასტერი ხო არ ავირჩიოთ? ავირჩიოთ ვებმასტერი. მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს ინტერნეტთან. მეც კომპიუტერი. და ახალ ტექნოლოგიები. ან როგორ დაგვეხმარა კომპიუტერი? წევანდ კი. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს. აუცილებლად დავირჩიოთ ვებმასტერი და ამასაც ვაკეთებთ. ჩვენ ვირჩევთ პირად მონაცემს ვებმასტერი. აი, ვიხარი რომელი გონია? სულ ნომერი 4-ზე და ნომერ 12-ზე ვფიქრობ რა და. დიახ. არ არის კარგი მე მარტო ნომერ 20-ზე და 12-ზე რო ვფიქრობ. საფიქრალი რამდენი გაგიჩინეთ აქ და მაინც მარბიჭერზე ვფიქრობ. მაგრამ საიტი გაქვთ თქვენი? კი. გზავრები.com.
მგზავრები წერტილი კომ ეს ხმურობა საქმე არ არის მეგობრებო. ძალიან კარგი. ესე იგი მე ვფიქრობდი რომ თუ გამოიცნობდი გაგიკეთებდა მე საიტს. გადავხდი პულს რასაც მოიგებდი და საიტს გაიკეთებდი. ჩემო კედლის დასანგრევად გინდა. კედელი უნდა დავანგრიოთ. კი, უნდა დავანგრიოთ აუცილებლად. აი დღესდღეობით მართლა უკვე ქალბატონებიც ძალიან ჩართული არიან ამ ახალ ტექნოლოგიებში, კომპიუტერში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე მე ცოტა მიჭირს რა, მაინც მამაკაცებისკენ მივდივარ ამ შემთხვევაში. მაგრამ თან ძალიან კარგი ადამიანები არიან სხვადასხვის ვებმასტერები. ისეთი კარგები რომ ჩაგიკრავს Google-ში. ეს ისე რომ გაგამხიარულო ხოლმე რაღაცებს გეტყვი რომ შენ ძალიან არ დაიცაბო. მოდივარ, ძალიან მაგარი. ვებმასტერების არჩევნების სლოგანი მომაფიქრე. მოდივარ ფლეშკით, პირდებით ვირუს. მაგარია. მაგარი. და შენი არჩევანი მაინც ესე იგი 2 მამაკაცსა და 4 არა მამაკაც შორის როგორ აკეთებ მითხარ. შეგიძლია ქალბატონებზეც იფიქრო? ოღონდ არ იფიქრო, მოდი მელაპარაკო. ბატონ რეზოს უბრალოდ არ ცალია და მე ვიქნები შენი ფსიქოლოგი და ყველაფერი მითხარი. ყველაფერს გეტყვი. აი რას ფიქრობ? ანუ გონია რომ არიან ბიჭები, მაგრამ არ ვიტყვი ბიჭებს, იმიტომ რომ გონია რომ იქნებიან გოგონები. ვინც ამაში რამე ლოგიკა დაიჭირეთ პატივისცემულო მეგობრებო? შურს თქვენი. მაგრამ რა გვინდა ჩვენ აქ ლოგიკა? ეს ხომ ინტუიცია. ესე იგი, შენ გონია რომ არიან ბიჭები, მაგრამ რადგან გონია რომ გოგონები არ არიან, ამიტომ გინდა აირჩიო გოგონებიდან ერთ-ერთი. ანუ წაი მაზოხისტე. კი. მაგრამ წეღან გაამართლა. ჯგუფში ხო ყავთ? გზავრებში არის კი ვებმასტერი. მივესალმოთ რა. ეჭვიც არ შეპარვია. ეჭვიც არ შეპარვია რომ გზავრებში ჩვენი გუგა, კი. კი, ძალიან კარგი. ჩვენი გუგა ვებმასტერის ესე იგი არის. კარგი და გუგას რომელ გოგონას ამსგავსებ აქედან? გიგი. როგორი სახი გაქვს, იცი? თითქოს მარტო ჩემია ვიდეო და შენია ფოტო. ეს ხარ და მე მოძავ. აუ ძალიან რას მიშვები? ძალიან ნერვიულო. სანერვიულო არის რა თქმა უნდა, ხა 3000 ლარი ესმის რომ არის დიდი და სერიოზული თანხა, მაგრამ ბიბია კი. ყველა ნერვიულობას რა აზრი აქვს? არ ჯობია ავირჩიოთ და მე ვინერვიულოთ. აი 12 რა მაგარი გადაწყვეტილება. მე გიждები შენს ინტუიციაზე. შენი ინტუიცია არის დაახლოებით აი ადრე იყო მცოცავი დენი თუ რაღაც, ვიცი აი. რო გონია რომ არ არის და უცებ რომ გირთავს. დაახლოებით ეგეთი 3 4 12 3 4 12 ალბათ მარტო მაგიტო თორე რა. 12. მე ვადასტურებ რომ ვებმასტერი არის უცნობი ნომერი 12. საღამოშვიდობის. თქვენი სახელი? ბაჩანა. ძალიან კარგი, რადგან მე მინდა ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი შევთავაზო ჩვენი რეკლამის ერთგულ მაყურებელს. რეკლამა ინტუიციაში. რეკლამა დასრულდა და მე მგონი მგზავრებში უკვე 17 წევრია, ესენი ისე მალმალე ზრდიან რაოდენობას, კი? და ჩვენ გადავდივართ უცნობ ნომერ 12-თან თავარი კითხვით, რომლის პასუხიც შეიძლება 3000 ლარი აღმოჩნდეს. ანუ კარგად თქვი? არ ამგონია რომ კარგად თქვი, მაგრამ მოდი ვკითხოთ. უცნობო ნომერი 12 თუ უცნობო ნომერო 12. ეგრეა? მეგობრები შენ უფრო კარგად გეხმარებიან მეგობრები. ხართ თუ არა ვებ მასტერი. ნერვიულობს ტრიბუნა. ნერვიულობენ მეგობრები. ნერვიულობ მე. ექსპერტები აღარ ნერვიულობენ. კი.
ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია. გიგი დედალამაზიშვილს აქვს 3000 ლარი და ჩვენ თამაშობთ 5000 ლარისთვის. ძალიან მაგარია. სულ რაღაც 4 სვლა აღჭურებს გიგის 20000 ლარამდე და მე მინდა უცებ გავიარო ის გზა, რომელიც მან აუცილებლად უნდა გაიაროს, რომ მივიდეს 20000 ლართან. და ეს არის შემდეგი პირადი მონაცემები. ფოლკლორული ანსამბლის წევრი აკეთებს სტატუირებას, მიღებული აქვს 9 მოტეხილობა, უმოგზაურია 18 ქვეყანაში, საფოსტო გზავნილების ოპერატორი და არაფერი მეტი. და უკვე ძალიან მაგარ რაღაცებს შევეპონდინეთ მე და შენ გიგი და ეს არის 5000 ლარის მოგების შანსი. 5000 ლარი უკვე ძალიან დაგვეხმარება, რასაც ვაპირებთ მართლა და ეჭვიც არ მეპარება. რომ კარგად გააკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ. იცით მე ფოლკლორს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ბავშვობიდან ყველა ფოლკლორზე გავიზარდეთ და ვღერით. და მოდი ფოლკლორული ანსამბლის წევრი რომს არ გამოვიცნო, მე არ აუშავს. ფოლკლორული ანსამბლის წევრი, ჩვენ ვირჩევთ ამ პირად მონაცემს და რაღაც ვარაუდი რო არ გქონდეს, არაირჩევ. ჩემი აზრით ეს არის არაჩვეულებრივი ქალბატონი ნომერი 9. აი ეს კი ბატონო, რადგან შენ ესე სწრაფად მიიღე გადაწყვეტილება, გიგის მოუწოდებ რაიმე ფოლკლორული, ესე იგი ქართული ფოლკლორიდან პატარა ამონარიდით გააკეთოს არჩევანი. ერთად ვიმღეროთ რამე. არალო ორდილადელა ავადელია ორდილა არალო ორდილადელია ნანი ნანინა 9 ნომერი 9 გიგიმ დაადასტურა რომ უცნობი ნომერი 9 არის ფოლკლორული ანსამბლის წევრი და ჩვენ მივესალმებით უცნობს ნომერი 9 საღამო მშვიდობის თქვენი სახელი ადამ ძალიან კარგი ხართ თუ არა ფოლკლორული ანსამბლის წევრი ძალიან დიდ პატივს ხათაშორის ფოლკლორს საერთოდ დიდ პატივს ფოლკლორს ჩემსავით არის და ჩემსავით ხო მაგრამ მე არა ვარ ფოლკლორული ანსამბლის წევრი ხო და შენ მე დაახლოებით 5000 ლარზეა საუბარი რა გვაცინებს ველოდებით პასუხს სამწუხაროდ შეც ნომერი 9 არ აღმოჩნდა ფოლკლორული ანსამბლის წევრი მაგრამ შენ გაქვს შეცდომის უფლება მეკითხარი და ოღონდ შენ შემთხვევაში რადგან განსაკუთრებით იმის გამო რომ შენ შეცდი და ვერ ამოიცანი ფოლკლორული ანსამბლის წევრი აი ამ უცნობის არამოცნობის გამო შენ ამ შანსს სხვანაირად გამოიმუშავებ მე გაძლევ შანსს რომ თუ თქვენი შემოქმედებიდან ახლა ტრადიციული დიქტორი ვიყო რაიმე კარგ მუსიკალურ კომპოზიციას შესთავაზებთ გასართობი გადაცემის ინტუიციის მაყურებელს თქვენ გექნებათ შანსი გააგრძელოთ თამაში 5000 ლარზე გამოიმუშავე მიუყვები გზას თავადაც არ ვიცი რას ვფიქრობ რას ეს მელოდია დამყვება თან მივდივარ მიუყვები ცხოვრების გზას ჩემს ფიქრებს ვადანხარს პატარა გოგონაც მიბრუებს ასველი არც ვიცი რას უბრალოდ ესავა არ გევარ სხვას იგი მადლობა უბრალოდ ესავა არ გევარ სხვას ჩვენ ვერ გამოვიცანით ნომერი 9 შეიძლება შეგვიძლია კარგი ისევ დაგჭა შემდეგი მონაცემები ფოლკლორული ანსამბლის წევრი უმოგზაურია 18 ქვეყანაში საფოსტო გზავნილების ოპერატორი აკეთებს სტატუირებას მიღებული აქვს 9 მოტეხილობა ავირჩიოთ
მე ავირჩევდი შენს ადგილზე არ ვიცის. თუ აკეთებს ტატუირებას. აკეთებს ტატუირებას, რატომაც არა. აკეთებს ტატუირებას. აკეთებს ტატუირებას. გიგი ირჩევს პირად მონაცემს, აკეთებს ტატუირებას და ჩვენ ადამიანი ვის სტატუს აკეთებს, ტატუირებას აკეთებს, უნდა ამოვიცნოთ 5 უცნობს შორის. ნომერ 1, ნომერ 3, ნომერ 4, ნომერ 6 და ნომერ 9 უცნობებს შორის. ჩემი აზრით, გოგონა უცნობ ნომერ 3-ს დიახ. აქვს ერთი საინტერესო სამკლაურები აქვს. დიახ. ეს იმას ხო არ ნიშნავს, რომ ბუღალტერია. არა. არა. ხო არ ნიშნავს, რომ თქვათ ტატუ აქვს და აქედან გამომდინარე მე ადვილად ამოვიცნობდი. და დაგიმალვა ტატუ? შეიძლება იყოს. შეხედე შენ. არა, კი ბატონო, არის ეგ საკმარისი მიზეზი იმისთვის, რომ შენ ნომერ 3-ს მიცე ეგ სტატუსი და პირადი მონაცემი შეუსაბამო. არა, საკმარისი მიზეზი არ არის. თუ ასევე შესაძლებელია ნომერი 6, ნომერი 4. მე მინდა გითხრა, რომ ნომერი 5, 2, 7, 8, 11, 10 და 12 შეგიძლია ეგრევე გამორიცხო. რა ერთგული ვარ? უნდა გადაწყვეტო რამე. ფიქრობ ნომერი 3-ს. უბრალოდ არის ერთი მომენტი. ეხლა არაფერი არ შემიძლია რომ შემოთავაზო. არაფერი არ შემიძლია შემოთავაზო, ახლა დახმარება. უბრალოდ შენი ჩართულობის გარეშე მე შემიძლია შენ მეგობრებთან პატარა საუბარი გავაბა და კი ბატონო. თქვენ ეთანხმებით გიგის. მადლობ. და რატო არ ეთანხმებით? მადლობთ რომ კიდევ უფრო აურდაურიეთ თავგზა გიგის. გიგი. მოიცი. და გადაწყვიტა. ნახე როგორ ნერვიულობენ მეგობრები. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვს მისაღები მესმის. რამე ხმა უნდა ჩაგესმას ზემოდან? რაღაცის მოლოდინში ხარ და ვერ გამიგია რის. ინტუიციას მიყვები. ინტუიციას და რა ეტაპზე ხარ? შენ და შენი ინტუიცია ეხლა დაახლოებით. გაცდით ჩვენს galaktikas და 3-ს ვფიქრობ. კი ბატონო. დავადასტურო? ნუ დავადასტურო. ვადასტურებ რომ უცნობი ნომერი 3 აკეთებს ტატუირებას. მე უბრალოდ შეგახსენებ რომ შენ შეიძლება დაკარგო ყველაფერი. მართალია. მაგრამ შეიძლება მოიგო 5000 ლარი. ხო, ისევ ნერვიულობ, რომ ცხოვრებაში ესე მართლა არ ყოფილა. უცნობი ნომერი 3 და მიუყვეთ ინტუიციას. საღამომშვიდობის მოგესალმებით. საღამომშვიდობისა. თქვენი სახელი? ლიკა. ლიკა. ჩვენ ძალიან განვიცდით და ნერვიულობთ. ხო არ შევცვალეთ თქვენი ცხოვრება ამ ერთი გადაწყვეტილებით? ან იმაზეც ნერვიულობთ, შეცვლის თუ არა თქვენი პასუხი გზავრების გეგმებს კედელთან დაკავშირებით. ამიტომ პირდაპირ მოვიკრიბავ თელს ძალას და ენერგიას და კითხავთ. აკეთებთ თუ არა ტატუირებას? 5000 ძალიან ბევრი. სამწუხაროდ თქვენ შეძლეთ. არავინ მოველოდით მოვლენების ასე განვითარებას, თუმცა ეს არის შოუ ინტუიცია, სადაც არაუშავს. სადაც თითოეული გადაწყვეტილება მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ. მაგრამ მე შანსს გაძლევ, რომ ყველა გავიგოთ ვინ არის. მოდი დავიწყოთ ნომერი 3 რადგან ბოლოს ასე ვთქვათ, მას დავუსვით კითხვა. თქვენი პირადი მონაცემი. ფოლკლორული ანსამბლის წევრი.
ნომერი 1 საღამოშვიდობის თქვენი სახელი და პირადი მონაცემი. ჩემი სახელია ნელი. მიმოგზაურია 18 ქვეყანაში. ნომერი 4 თქვენი სახელი და პირადი მონაცემი. ირაკლი მათ 9 მოდახევი. მაინც ხილად ჩამოდი არაფერი იტკინო. ნომერი 6 ანი მქვია და გვაკეთებ ტატუირებას. აი როგორებმა თქვენს იცნეს და შენ არ დაუჯერე. აი ეს არის ინტუიციაში ქალებს უნდა იყოს გამიგებო და ბოლოს ნომერი 9 თქვენი სახელი ვიცით და თქვენი პირადი მონაცემი. საფოსტო გზავნილებს. მე დარწმუნებული ვარ პატივცემულო ტელემაყურებლებო ჩემო გიგი იმის მიუხედავად რომ დღეშენ ვერ შეძელი მოგეგო 5000 ლარი ან მით უმეტეს 20000 ლარი და ვერ გაახარე ამით შენი გუნდის წევრები ჩვენ ერთად შეგვიძლია მაინც გავახალოთ მაყურებლები პირველ რიგში იმით რომ ის პროექტი აუცილებლად შედგება და ამას ჩვენი სტუდია ადასტურებს და მეორე რასთავარია დღევანდელი ჩვენი მაყურებელი თქვენი ძალიან კარგი ძალიან პიარული ძალიან ენერგიული სიმღერით გავამხნევოთ გავახაროთ და საკუთარ თავსაც ესეთი ემოციით მოაწახო ცოტა მოეშვები და ისე გახვალ ქუჩაში არა უშავს კიდევ ერთხელ გავამაგროთ გავამხნევოთ და წარმატებები უსურვოთ ჯგუფ გზავრებს და რასთავარია მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით შემდეგ 5 შაბათს 10 საათზე შემოუცხადეთ ტელევიზორებს და მიეცით გასაქანი თქვენს ინტუიციას. მე კი გზავრებს დავემგზავრები. დროებით. სიახლის ელია ოცნების ქალაქში სიგეთის ელია ნუ დაუშლი ბავს ნუ დაუშლი ფიქს ფიქს ოცნებს ნუ დაუშლი ბავს ნუ დაუშლი ფიქს ფიქს ოცნებს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს და შენ ნუ დაუშლი ბავს ნუ დაუშლი ფიქს ფიქს ოცნებს ნუ დაუშლი ბავს ნუ დაუშლი ფიქს ფიქს ოცნებს და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ და თუ შენ ჩამგიდებ ხელს ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ჩვენ ვერ შეგვაჩერებ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ჩვენ ავაშენებთ ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს ოცნების ქალაქს